გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ზოგადად კომპლექსებზე. რა არის ეს კომპლექსი, რომელიც ყველას გვტანჯავს? თუ შენ ძალიან კომპლექსებიანი ადამიანი ხარ, გაწუხებს ძალიან ბევრი კომპლექსი, მაგალითად ქუჩაშიც ვერ გაივლი, რომ თავმაღლა წიოდ სუდახრილი თავით დადიხარ, სულ რაღაც გერიდება, რაღაც თუ სხვა საჭმელი მოგიტანეს ვერ ეტყვი, რომ გამოგიცვალონ, თუ ხარ ძალიან მორცხვი ადამიანი, ეს შენ ცხოვრებაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. და მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში თუ გინდა, რომ ცოტა ცხოვრების ხარისხი აწიო, აუცილებელია სიმორცხვის გადალახვა. ვიყავი ძალიან გაუბედავი ადამიანი. თუნდაც რამე შეძლოთ იყოს არაუშავს, ანუ არ მინდოდა, ჩემი ეს კომპლექსი მოდიოდა უფრო კონფლიქტებიდან. მე არ მინდოდა კონფლიქტების გამოწვევა, მე მეზიზღება კონფლიქტი, მეზიზღება ჩხუბი, მეზიზღება აი ეს რაღაც დავიდარაბობა, ხო? მაგრამ როდესაც ადამიანი ხარ ზრდასრული, იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, იზრდები, მან აღმოაჩენ, რომ ზოგჯერ ჩხუბიც საჭიროა, ზოგჯერ დავიდარაბობაც საჭიროა. და არ უნდა გაიქცე პრობლემებს, პრობლემები უნდა მოაგვარო. ამიტომ შენ თუ ახლა გაწუხებს რაიმე პრობლემა, რომელსაც ქვია კომპლექსი, მათ შორის თუნდაც იყოს სიმორცხვის კომპლექსი, იცოდე, რომ ეს ყველაფერი გადალახვადია. მე ვიტყოდი, რომ კომპლექსი არის ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. ყველაზე ისეთი მომენტი არის ძალიან ცუდი მომენტი, როდესაც ვერაცნობიერებ ისეთ კომპლექსებს, რომელიც გააქვს და რომელიც მართავს შენს ცხოვრებას. ზოგადად როგორ უნდა განთავისუფლდეთ რამისგან, თუნდაც კომპლექსებისგან. პირველ რიგში რომ რამისგან განთავისუფლდეთ, უნდა აღმოაჩინო, უნდა იპოვო, უნდა შეამჩნიო და ამისთვის თავიდან საჭიროა რომ უბრალოდ დააკვირდე. რას უნდა დააკვირდე? არა გარემოს, არა სხვა ადამიანებს, არამედ შენს საკუთარ თავს, შენს საკუთარ თავის რეაქციას, შენი საკუთარ თავის პასუხს, რეაგირებას გარემოზე. და ნუ მეტყვის, რომ კომპლექსების დაძლევა არის, მივიღე და всё, მივიღე. არა, შენ თუ გინდა ამ კომპლექსის გადალახვა, მოგიწევს რაღაცებზე მუშაობა. კომპლექსები ადამიანების ქმედებაზე, საკუთარ თვითშეფასებაზე ძალიან მოქმედებს. ფსიქოლოგიური კომპლექსები წარმოადგენენ ემოციურად შეფერილ იდეებს, მოგონებებს, განცდებს და ამ ყველაფრის ერთობლიობას, ხო, რომლებიც ხშირად არაცნობიერ დონეზე მოქმედებენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე და ადამიანის ცხოვრების ხარისხზეც. მე ვიყავი ძალიან მორცხვი ადამიანი, ძალიან ზედმეტად მორცხვი ადამიანი. უბრალოდ ადამიანებს საუბრის დროსაც ვერ უყურებდი თვალებში. ვიყავი ძალიან ჩემი სიმორცხვის კომპლექსის გადალახვა იმითაც აღინიშნება. Give me 1 minute. აღინიშნება. Okay. ჩემი სიმორცხვის გადალახვა იქაც ჩანს, რომ მე ახლა უბრალოდ ვზივარ, წერ ვიდეოებს და მაგრად არ მაინტერესებს ვინ ნახავს. ანუ როგორ არ მაინტერესებს, მაგრამ არ ვარ დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გამსჯის, ვინ რას დამიწერს. რატომ? იმიტომ, რომ მე გავიაზრე, რომ მე მინდა საკუთარი ცხოვრება ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა და არა მეზობელ ლამწირას. ხანდახან რაღაცებს ძალიან არეულად ყვები ხოლმე, რადგან ჩემი გადმოცემის უნარი უფრო ღრმა არის, ვიდრე რაღაც ისე უბრალოდ ზერელეთ, ამიტომ იმედი მაქვს გამიგებთ. როგორ გადავლახე სიმორცხვის კომპლექსი? თავიდან საკუთარი თავი ვაიძულე, კი, თავიდან ვაიძულე. მაგალითად, როდესაც წონის დაკრება გვინდა, საკუთარ თავი უნდა ვაიძულოთ, რომ დალიოს მეტი წყალი. არა, შენ სავს არაფერი აიძულო.
ანუ მოგიწევს რაღაცების დათმობა, თუ წონისკლება გინდა მოგიწევს დათმო ბურგერი, მოგიწევს თქვა რაღაცაზე უარი, მოგიწევს თქვა ჩიფსზე უარი, მოგიწევს თქვა უარი შოკოლადზე, ხო? მოგიწევს რომ რაღაცები შეცვალო, თავიდან საკუთარ თავს ცოტა უნდა დააძალო. მე არ ვარ მის მოხრე რაღაცის ბულკი ისინი რო არიან. დააძალო საკუთარ თავს არაფერი და ყველაფერი არა, საკუთარ თავს ცოტა უნდა ხელი კრა. ანუ არავინ არ მოვა და არავინ არ გეტყვის რომ აი მე მოდი ახლა მე დაგილაკებ შენ ცხოვრებას. შენვე უნდა კრა შენ თავს ხელი. მერე თავიდან მე ვაიძულე საკუთარ თავს რომ ქუჩაში მეყურებინა ადამიანების თვალებისთვის. თვალები. eye contact. თვალებში. ანუ თუ ხარ ადამიანი ისეთი მორცხვი რომელიც თვალებშიც ვერ უყურებს ადამიანს გადი გარეთ. გაისეირნე და თქვი რომ დღეს ყველა შემხვედრს. ნუ თავიდან თუ ძალიან მორცხვი ადამიანი ხარ, თქვი რომ 20 შემხვედრს და დაითვალე. 20 ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ქალი, კაცი, დიდი ბავშვი, ყველას უყურებ თვალებში. საკუთარ თავს დააძალე რომ be comfortable with uncomfortable. ანუ უნდა იყო შენ კომფორტული არაკომფორტულობასთან. დააძალო შენს თავს. ანუ ეს უნდა გააკეთო პრაქტიკაში, მხოლოდ გონებაში გაანალიზება კი, ნამდვილად კარგი არის რომ გონებაში გაანალიზებ და კარგი არის რომ გონებაში მიიღებ, გააცნობიერებ, მაგრამ თან უნდა გააკეთო, ხო? თან პრაქტიკა უნდა გააკეთო. ერთი პრაქტიკა უდრის, რა ვიცი, 100 წიგნს. შენ ხა უბრალოდ გახვიდე ქუჩაში და ერთი კვირა აპრაქტიკო, რომ უბრალოდ აწიო თავი და თვალებში უყურო და გაიარო და ეს სიმორცხვე ნელ-ნელა გადაიღო. ხან მაგალითად რაღაც არ მოგწონს და თქვა ერთხელ რომ არ მომწონს შემიცვალეთ მაგალითად ეს საჭმელი. ან აი მაგალითად არ მომწონს ეს შემიცვალეთ, ხო? ანუ მე იმდენად გამბედავი ადამიანი ვარ, რომ იმ დღეს შევდიოდი ქვემოთ საჭმელის საყიდლად და როლები რომ არის ქათმის როლები, ეგ ვიყიდე, ხო და მომცეს ანუ ხო ალაგია როლები და მომცეს რაღაცა წვრილია, ცალკე ეს გარბო და შემიფუთეს რაღაცა, რა თქვა გახსენი და აი ის ცოტა რომ არის ცოტა დიდი, აი ეგ მინდა მე. ანუ იქ კიდევ უამრავი ადამიანი ელოდებოდა რიგში, ჩემს უკან არ მაინტერესებს, მე ვიხდი ფულს, მე მინდა მე ვაკეთებ არჩევანს, ამიტომ ეს არის შენი ცხოვრება. შენ აძლევ უფლებას ადამიანებს ის მოგცენ რაღაცა თხელი როლი თუ ის რომელიც შენ გინდა. მე ვარ აქ ხომ, ყიდველი, მე ვიხდი ფულს და მე მაქვს უფლება ავერჩიო რომელიც მინდა. შემდეგი ეტაპი. პირველი აკეთებ პრაქტიკას, მასე გადიხარ ერთი კვირის მანძილზე და შეამჩნევ შენ თავს როგორ მოგემატება თავდაჯერებულობა. მეორე, როგორც ვილაპარაკე წინა ვიდეოში, ჩემი თავდაჯერებულების ვიდეო არის პირველი, იქ ვილაპარაკე რომ უნდა გქონდეს აუცილებლად რაღაცა ჰობი, რომელსაც მიყვები და რომელიც კარგად გამოგდის, ეგ ძალიან დიდ თავდაჯერებულობას მოგანიჭებს და მესამე, რასაც დაპირდები, უნდა შეასრულო, რასაც შენ თავს დაპირდები, უნდა შეასრულო. თუ ვერ შეასრულებ, უნდა დაელაპარაკო შენს თავს და უთხრა რომ აი მოდი სხვანაირად გავაკეთოთ. ხო, მე გერჩევდი ერთი კვირის მანძილზე გააკეთო პრაქტიკა, მაგალითად დაპირდე შენს თავს რაღაც, მაგალითად დილის 8 საათზე ადგომა და მართლა 8-ზე ადგე, ან დაპირდე 5 ჩიქის დალიო და მართლა 5 ჩიქა დალიო, ანუ რაღაც დაპირდი ერთი კვირის განმავლობაში პატარით დაიწყე, ხო, ნუ მიახტები ხარ რაღაცა დაგეგმოს და 10 ნაბიჯს უნდა დაიწყებ და შენი მთავარი მიზანია რომ step by step, ანუ ნაბიჯ გამოხვიდე მაქსიმუმ რიცხვიდან, ხო? მაგალითად თუ სოციალურ ქსელებში გიტყდება და ვერდებ ფოტოებს და ვერდებ ვიდეოებს და ვერ აკეთებ ვერაფერს, მოდი ჯერ ერთი დადე და არ წაშალო. მოდი ამ მომენტში როცა დადებ, ან ამ მომენტში როცა თვალებში უყურებ ადამიანს, ან ამ მომენტში როცა ამას აპრაქტიკებ, თან დააკვირდე საკუთარ თავს, საიდან მოდის, ხო? იმიტომ რომ ყოველთვის როცა რაღაცა გვიჭირს და როცა რაღაცა როგორ თქვა, გუბოჭავს, ეს ამას აქვს წარსული, ეს მოდის საიდანღაც, ხო, მოდის ბავშვობიდან, ხო? მოდის სადღაცას ვიღაცამ რაღაცა ძალიან შეგარცხვინა, შეიძლება უბრალოდ რაღაცა მეტი შოკოლადი გინდოდა, რაღაცა ან რა ვიცი, რაღაცა უთხარი შენ მიმტანს დაუშვათ და იმანც ვეთქიპას, ხო და დაგრჩაღოთ ბავშვი, რადგან ბავშვი არის სენსიტიური, ჯდება ეს, ხო, მან რაღაც გითხრა მშობელმა, ნუ რაღაც უამრავი მიზეზი არის, ხო, ხალხი ის როგორ და რანაირად. ხო. ამიტომ ამას გაყევი, დააკვირდი შენს თავს და როდესაც აღმოაჩენ ძირს და ფესვს, იქ შეგიძლია მერე გადაინაცვლო შენი გონები თქვეცნობიერად და შენს თავს აუხსნა, რომ შენ გაქვს უფლება
რომ თქვა არა, შენ გაქვს უფლება რომ აირჩიო. აი ამ შინაგანი დამუშავებით მე გავა ერთი კვირა ამუშავებ, გავა ორი კვირა, გავა სამი კვირა და შენ თუ გაგიკვირდება რამ ხლა თავდაჯერებულება გექნება და ამ სიმართლეს გადალახავ. ნუ ამ ეს კონკრეტული მაგალითი ამ მორცხოვაზე, ხო? დანარჩენი კომპლექსებიც ასე თავისუფლად შეგიძლია გადალახო. კომპლექსების გადალახვა ძალიან ადვილია. არა ვიტყვი, ძალიან ადვილი არ არის. ნუ შეიძლება ეს ჩემთვის არის ადვილი, იმიტომ რომ ყველას არა აქვს ხო ეს ენერგია და რაღაც რო ანუ დადგეს და საკუთარ თავზე იმუშაოს. მე იმ დონეზე ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ადამიანები რომ მიცნობენ ერთი თვის წინ, ერთი თვის მერე რო შემხვდებიან, სულ სხვა ადამიანი ვარ. და ის ძალიან მეამაყება და შეიძლება ბევრჯერ ვახსენო ხოლმე ვიდეოებში, ამიტომ ძალიან მომწონს და ძალიან მეამაყება. რომ შემიძლია ასე ღრმად ვიმუშაო საკუთარ თავზე, რადგან ეს ნიჭი ყველას არ აქვს. ყველა ადამიანს აქვს ნიჭი იმუშაოს საკუთარ თავზე, მათ ვისაც სურვილი უჩნდებათ, იმიტომ რომ ვინცაც არ აქვს და ვისაც არ უჩნდება სურვილი, ნუ ისინი ისედაც განაწილებლები არიან მასისთვის. ძალიან კაცრი ვიყავი ამ ვიდეოში. მადლობა რომ მიყურებთ. 2 ადამიანი მიყურებს, 20 ადამიანი, 2000 ადამიანი, 2 მილიონი ადამიანი, ყველას მადლობა. მადლობა და ძალიან გამიხარდა თუ კომენტარებს დამიწერთ. მოგწონთ, არ მოგწონთ. ნუ ეს დაზმე რომ იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს ვიდეოების გადაღება, მაგრამ ძალიან ვაფასებ, როცა უკავშირი მოდის.